მოგესალმებით მეგობრებო, დროებით შემოგირბინეთ, ანუ ცოტა ხნით შემოგირბინეთ, იმიტომ რომ მალე სამსახურში უნდა წავიდე. კი შეგპირდით დასვენების დღეს ჩავწერდი ვიდეოს, მაგრამ ну ასე გამოვიდა. სამაგეროთ ვიმაიმუნე, შორტები გავაკეთე, ანუ ხელოვნური ინტელექტის საშუალებით. ჩემი დასვენების ფოტოები, ასე ვთქვათ, გავაცოცხლე და რაღაცა პატარა მოკლე, ძალიან მოკლე ისტორიები გავაკეთე. ხო და სოსოს ასე ვთქვათ, შორტმა ვიდეომ დიდი მოწონება დაიმსახურა. თუმცა ჩემიც არ არის ურიგო, მინდა გითხრათ, რა ვიცი, მე პირადად მე მომეწონა ის, რომ ანუ რაღაცა ვითომდა ჩემი სიზმარი და ხო, მართლა ესეთი რაღაცები არ მესიზმრება, მაგრამ ხო, ქუდი რატომ ახურავს ახლა თავზე ფანჯარა ღია მაქვს და ფანჯრის წინ ვზივარ. ხო, ახლა რაზე მინდა გესაუბროთ? ჩემ მაყურებლებს გემახსოვრებათ ეს ჩემი დენის ამბავი, ხო? არარეალური, ასე ვთქვათ, თანხა რომ მოვიდა დენის გადასახადი. აი მართლა აბსურდული. ესე იგი, რა უნდა იყოს ესეთი ჩართული, რა აგრეგატი უნდა კონდეს ჩართული, რომ ამდენი დაწეროს, ხო? მაინც არარეალურია. ნუ სადღაც აი მაქსიმუმ რომ გავწელოთ, შეიძლება ნუ ხო, კაი, თქვა დავუშვათ 200 გამოვიდეს, მაგრამ ის რაც მოვიდა, ახლა როგორც მე დავიანგარიშე მოვიშველი ასე ვთქვათ ხელოვნური ChatGPT-ს ვკითხე, ანუ რაღაცა ვთქვათ და ეს რა ამდენს ხარჯავს ის რამდენს ხარჯავს, მოკლედ რა საკმაოდ ისეთი პასუხი მივიღე რა და არანაირად მეც არ გამომდის და ამიტომ გამიჩნდა მე ცუდი ნათქვამია ეჭვები, მაგრამ ნუ ხო რა ესე რომ შესაძლებელია ვინმე თქო ბრძანდებოდეს ჩვენ ხაზზე. ხო, სამწუხაროდ ძალიან ხშირი შემთხვევაა ჩვენ ქვეყანაში განსაკუთრებით ეს სხვისი დენის ასე ვთქვათ მითვისება, მოპარვა და ეს სხვა შორის საკმაოდ სერიოზული დანაშაულია და ანუ ფაქტიურად ჯიბეში გიყოფენ ხელს და იმ თანხას პარავენ, რასაც მე ნიხდი ხო ამ დენის საფასურში რა. როცა ის თანხა შეიძლება რაღაცა სხვა უფრო მნიშვნელოვანზე და უფრო ასე ვთქვათ ბავშვისთვის რაღაცა სასარგებლოზე დაიხარჯოს, ხო? ну სამწუხაროდ არის ეს ისა და არავის არ ადარდებს, არავის არ აღელვებს, ანუ მე გულისხმობ იმ არაკეთილ სინდისიერ ვთქვათ ეს მეზობელი იქნება, მდგმური იქნება თუ ვინც იქნება, რომ ესე იქცევა, ხო? თან მე ადრე ვთქვი კიდევაც რომ ახლა არავის არ მინდა ახლა პირდაპირ ხელი დავადო, მაგრამ იყო ესეთი მომენტი, როცა ჩვეულებრივად, ანუ 6 წელია მეგობრებო, არ მაქვს გაზი ჩართული, ეგ ცალკე თემა, მაგით ცალკე გესაუბრებით, მაგრამ ანუ იმის თქმა მინდა რომ ამ 6 წლის განმავლობაში, ესე იგი, აი რო იტყვიან ნაპოლნური მუშნის რა მქონდა ჩართული ორი ესეთი პატარა რეფლექტორები, ანუ სამ ჭხირი რო აქვს, ორი ჭხირი, სამი ჭხირი რა ეს, ანუ როცა ცივი ზამთარი იყო, მინუსები რო იყო, ჩართული მქონდა და მაშინ არ მომდიოდა ამ ხელა გადასახადი, როცა თან მეტიც იყო კილოვატის ფასი. და ზუსტად ესე იგი, როდესაც ჩემს აი ამ კედლის უკან მეზობლები გადმოვიდნენ, რაღაცა დენის გაყვანილობა გამოცვალეს და ზუსტად იმის მერე დაიწყო ეს ამბავი რა, მოკლედ როგორ გითხრათ, თან ეს ისეთი მეზობლები არიან, რომლებიც სისტემატურად არ არიან დიდება უფალს, თორე გავიყიდებოდით მართლა და როდესაც არიან თან იცით რა არის ვაჭრობენ, გარე ვაჭრობაში არიან და იქ პოპკორნია, რაღაცა, მოკლედ რაღაცებს ამზადებენ და აქვთ რაღაც სპეციალური აპარატები, მოკლედ ეგ ხო და არ ვიცი ახლა მე მათ სახში არ ვიჭრდები და რას რთავენ, რას არ თავენ, მოკლედ ზუსტად იმ პერიოდში, როცა ისინი აქ არიან ხოლმე, აი ზუსტად მაგ პერიოდში მომდის ესეთი დიდი გადასახადი. ხო, ну ეს ძალიან ისეთი ის არის, მაინც ახლა ხო იცით თუ არ დაამტკიცე, მაგრამ ეს ჩემი ვარაუდია რა.
ხო. რაც შეეხება იმას, რომ ხო მე დამირეკა ერთ-ერთმა თელასის თანამშრომელმა მოკლედ ფაქტიურად მუქარასავით ჟღერდა, მუქარა იყო რა, იმიტომ რომ მე ხო გითხარით რომ რაღაცა ნაწილი გადავიხადე, იმიტომ რომ რაც მქონდა საშუალება, ეხლა რასაც მაძლევდა ჩემი ხელფასი საშუალებაც, ისე მოვიქეცი კრედიტი, ცალკე გადავიხადე სტუდენტის გადასახადი, ინტერნეტი, მარკეტის ვალი და რაც მომჭა, კაპიკები მომჭა, აი რაღაცა რომ ბოსნეული შემეძინა რა ოჯახისთვის და მოკლედ აი ესეთი ის რომ იმიტომ რომ ნისიაზე ხო ვიღებ მარკეტიდან და ასე რომ თქვათ არ მაწევს ის მომენტი. თუმცა ეს არასასიამოვნოა, როცა ნისიაზე იყებ რომ ანუ რაღაცნაირად შენ გემოზე ვერ ყიდულობ, იმიტომ რომ აქ დიდი არჩევანი არ არის რა მოკლედ. და ბოსნეული არ არის, აქ არ იყიდება შესაბამისად ბოსნეულზე გჭირდება, ანუ თანხა ხო? ანუ გქონდეს შენ ანგარიში ან ხელზე გქონდეს თანხა, რომ შეიძინა. მოკლედ, აი ეს ჩემ სადარდებას და საფიქრავს გიზიარებთ. ხო, რაც შეეხება ახლა დენის გადასახადს, მოკლედ დამირეკა და ეს მუქარასავით ჟღერდა მართლა ეხლა განვითიშავთ ისე ეს მოკლედ ძალიან გავპრასდი და თან მისახელებს იმ თანხას რომელიც ანუ იყო გადასახდელი და ის რომ 100 ლარი ვთქვათ გამოაკლდა ხო იმ 400 რაღაცა ლარს ხო ის არ უთქვია მეუბნება 400 რაღაცა ლარს მეუბნება და მეთქი კარგად შეამოწმეთ მეთქი რომ ზუსტად 400-ია მეთქი დიახ კარგად მოკლედ ძალიან გავბრაზდი მეთქი კარგად გადაამოწმეთ მეთქი ეს მაინც განაგზო მუქარა ესა ხო კიდე მინდა აღვნიშნო რომ ერთ-ერთმა ჩვენმა გამომწერმა მითხრა აუ არ მახსოვს მე მგონი ირმა მითხრა თუ მოკლედ ძალიან დიდი ბოდიში დამავიწყდა მაგრამ მახსოვს რომ ეს შეამოწმეო რა ეს მრიცხველი მრიცხველი ზუსტადაც არ ვიცი რომელია ჩემ მრიცხველი თან იმ კარადაში კარგად არ ჩანს ეს მრიცხველები და გარედანაც კი ანუ ფიზიკურად ვერ შეიჭრიტები რა ცუდი ხილვადობა აქვს იმიტომ რომ დიდი კარადაა და პატარა ესეთი ის აქვს რა მოკლედ რუსულად რო იძახიან ფოტოჩკა ну ალბათ თუ ძალიან მოინდომე შეიძლება რაღაცა დაინახო მოკლედ რას ვამბობდი ხო და განაგზო ამ ქალბატონმა ესეთი მუხარები რაღაცა და ძალიან გავბრაზდი ახლა თავისთავად რომ მეთქი იქნებ მეთქი თქვენც მეთქი არ გიჩნდებათ შეკითხვა რომ რა ამ 34 კვადრატულში რა ხდება ესეთი რომ ამ ხელა გადასახადი მოდის მდიდრებს არ მოსდით ამ ხელა გადასახადები თქო და ეხლა მე რა ხდება თქო და ну მოკლედ იქ ცოტა მეუხეშა ისე ეს მოკლედ იყო ესე ჩემ მხრიდანაც ახლა მეც არ დავაკელი და საბოლოოდ გადავწყვიტე რომ იმეწერა წერილი ამ ჩვენი მთავრობისთვის. ხო, იმიტომ რომ მე არ ვიცოდი, არ ვიცი სად რა როგორ ახლა მე თელაში რამდენჯერ ვიყავი და ზედაც არ შემოხედეს და საერთოდ არაფრად არ ჩამაგდეს, ის კი არა რომ ვახსენე რომ მარტო ხელადე დავარ თქო დამცინეს. აი პირდაპირ გეუბნები დამცინეს, რომ ეგ ვის რა შეაინტერესებსო რაღაცა ესეთები და მოკლედ ჩავთვალე რომ ალბათ მეთქი არა აქ აზრი ახლა ვიარო აქეთ იქით და განცხადებები წერო, მაინც არავინ მომაქცევს. ყურადღება და პირდაპირ მეთქი აი ეს და დავწერ განცხადებას და მივწერე ჩვენ მთავრობას ეს წერილი რა ავუხსენე ახლა მოკლედ ეს მდგომარეობა რა და როგორ ყველაფერი და აი ოპერატიულად გამცეს პასუხი რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა. გადასცეს ჩემი საქმე, იმიტომ რომ კანონით მათ არა მათ პრეროგატივაში როგორ იტყვიან არ შედის რა ეს ყველაფერი თვითონ პირადად მოაგვარონ ეს ხო არა ის რაღაცა დინიაზურაკი ხო ყველაფერი წესების და კანონის მიხედვით ხდება. ხო და გადასცეს იმ სამსახურს რომელიც ამ საკითხებს აგვარებს და ну მოკლედ ძალიან დიდი მადლობა. დღეს მივიღე ასე ვთქვათ წერილი იმ სამსახურიდან რომელიც შეისწავლის ანუ ჩვენ მდგომარეობას რა ამ ხელოდის გადასახადს და ესე იგი იქ წერია ანუ წერილში რომ არა აქვთ მათ გათიშვის უფლება სანამ არ გაირკვევა რა საბოლოოდ რა და რა ну რა ხდება რა მოკლედ ჩვენ თავს რატომ მოდის ამ ხელო გადასახადი ხო ну ეხლა ზოგადად ეხლა სხვებისგანს გამიგია მაგრამ აი მართლა ვერ შევადრი ჩემ მდგომარეობას იმიტომ რომ სხვები რო ვთქვათ წუწუნებენ რომ დედა 50 და 100 ლარი მოვივიდა ხო აი
ამ ჩემთან გვერდითაც არ დგას ეს საკითხი რა, მართლა სად 400 ლარი და ნუ მოდით ეს 400 გადავდოთ ისე რა 400 იყო ეს ჯამში, მაგრამ წინათვის ანუ დარჩენილი მქონდა სიმართლე ვთქვათ, ნუ 300 ლარი, ხო? ხო და მოკლედ ახლა ამ ეტაპზე, ანუ ახალი SMS-ი რომ მომივიდა, ანუ თებერვლის 22-ისთვის ხო ახალი ის არის რა, დარიცხვა. რო გითხრათ, ალბათ არ ვიცი, მე გადაირებით 600 რაღაცა ლარი გამოვიდა. ანუ ესე იგი იმ დარჩენილ 317 ლარი იყო თუ რაღაცა დაემატა კიდე ზემოდან ანუ ერთი იმდენი რა. აი რაც უფრო დრო გადის, უფრო მეტი. არა და ეკონომიას ვაკეთებდი, მეგობრებო, შეგნებულად მეთქი რაღაცა გავიჭიროთ, რაღაცა ისა, ეკონომიას გავწევ, რომ მეთქი არ იმას გას რა, აღარ დაიწეროს ამდენი იქნებ, მაგრამ აი ესე. ხო და ესეთი ამბები, ასე რომ აი ესე ახლა კიდე თელასის რაღაცა იყო თუ მოკლედ რაღაცა მოვიდა. ხო. მოკლედ ახლა ამ თვის ანუ ბოლოს ხელფასზე დიდი წილის დაფარვას ვაპირებ ისედაც, მაგრამ თუ მანამდე გაირკვევა ეს ყველაფერი და მოირკვევა, რომ ანუ ეს ყველაფერი მართლა გადაჭარბებულია, ხო კარგი თუ არა და მაინც ვერ გავიქცევი, ხო და გადავიხადეს. ახლა ვაკეთებ ბორშ სოსოს ჯერ წინავს უნდა გავაღვიძო 2 საათზე. ახლა არის 2:05 წუთი. ანუ და აი ხუგებები წუთებს ვიტვლი გასვლამდე. მართალი არ მიყვარს საღამოს ცულა, იმიტომ რომ დილას ადრე არ ვდგები, იმიტომ რომ აზრი არ აქვს ადრე რომ გავიღვიძო. ანუ გამოძიების თვალსაზრისით კი კარგია, მაგრამ ადრე რომ გავიღვიძო, ანუ მერე ენერგია არ მექნება, გვიან საღამომდე ხო უნდა ვიმუშაო. შესაბამისად ვიღვიძებ სადღაც 10 და 45 წუთზე მაქვს დაყენებული მაღვიძარე და ესე ვიღვიძებ და აი ამ დროს ვიყენებ იმისთვის, რომ ცოტა მოვაწესრიგო რაღაცები, სადილი მოვამზადო, თუ რაღაცა დასამატებელია ამოვიტანო მაღაზიიდან, მოკლედ აი ესეთი ისინი მაქვს განრიგი. ხო, პარალელურ რეჟიმში მაქვს ჩართული ხოლმე რა იმე ვიდეო, ვუსმენ, მოკლედ ხშირად ვუყურებ ხოლმე და ვუსმენ ხოლმე ეს რო არის ამერიკაში რო ცხოვრობს ეგინე. ძალიან მოწონს და მეცნიერება ხოლმე მისაუბრებს, ძალიან საყვარელი ოჯახია, მოკლედ კაი ქალი. ხო და მოკლედ ესეთი ამბები რა და დილის ცვლა გითხარით კიდევაც ადრე, იმიტომ მიყვარს რომ მოვიშორებ, ანუ დილითვე და 3 საათამდე უკვე ისა და მერე უკვე მშვიდად ვარ, აღარ ვიყურები საათზე და არ მეჩქარება სადმე წასასვლელად და საღამოს ცვლა აი ესეა რა, დილიდან, ანუ იმ დრომდე როცა უნდა გავიდე საქმიდან, ვარ ესეთ რეჟიმში რა დაცული. სამწუხაროდ ამ კვირაში განრიგში, ანუ ცხრილში ჩამისვეს ძირითადად საღამოს ცვლები. არ ვიცი რამ განაპირობა ესე, იმიტომ რომ ადრე ხან დილა ვიყავი, ხან საღამო, ხან დილა საღამო. ახლა ერთი დილა მაქვს მთელი კვირის განმავლობაში და ნუ კარგი რაც არის ეგ არის. ხო. ხო და ესე. მოკლედ ვიყურები ახლა ქუჩაში რაღაცა ისეთი მომამინდია, ცოტა წამოწვიმა, ცოტა ამზე გამოიჭრიდა რუბლებიდან, ახლა ისე ასე ვთქვათ, უფერული გახდაცა. ხო და გავრეცხე ჩემი პალტო, თბილი პალტო, რომელსაც ვიცრავ ხოლმე და ახლა აი ამ ზედაზე, რომელიც ვიყიდე მეორადებში მეგობრებო სამლარად, რაც გაჩვენებთ ახლა. რაღაცა ეს ბუნტყლები რომ ეწეპება ისე არ მიყვარს. მოკლედ ეს ლეგინსები, აი ესეთი ლეგინსებია, ესეთი ის აქვს რაღაცნაირი და ეს ზედა. ესეთი მოტმასნულია და ანუ სითბოს როგორღაც ინარჩუნებს. ამაზე ზემოდან ახლა ჰუდს ჩავიცმევ და კურტკას ზემოდან
ხო და იქ უკვე სამსახურში ფორმას გადავიცმევ და ისე ვიქნები. მოკლედ ესეთი ამბები. კარგით აბა, დროებით დაგემშვიდობებით, სულ რაღაცა 15 წუთიანი ვიდეო გამოვიდა. დროებით დაგემშვიდობებით, დავასრულებ ჩემს საქმეებს და გავემზადები სამსახურში წასასვლელად. კარგით აბა, გაკვოცეთ დროებით.